დღეს 9 აპრილია, დღე რომელიც საქართველოს ისტორიაში დარჩა და მან უდიდესი კვალი დატოვა. ამ დღეს 36 წლის წინ თავისუფლებისთვის მებრძოლი ადამიანები რუსულ საოკუპაციო რეჟიმს შეებრძოლნენ შიშველი ხელებით. სწორედ მათი დამსახურება არის, რომ დღეს თავისუფალი და სუვერენული სახელმწიფო ვართ. მოგესალმებით, დიდება გმირებს, მადლობა მათ თავისუფლებისთვის. დღევანდელ გადაცემაში თქვენ ნახავთ. სამშენებლო სექტორი ქართული ეკონომიკის ერთ-ერთი მთავარი კონტრიბუტორია. რა როლი უკავია ციფრულ მარკეტინგს სამშენებლო ბიზნესში და როგორია დარგის განვითარების პერსპექტივა? ვრცლად ბიზნეს პოსტში. სამშენებლო კომპანია ოსტატი ქართულ ბაზარზე 2016 წლიდან ოპერირებს. ოსტატი აწარმოებს ნებისმიერი სირთულის მონოლითურ სამშენებლო სამუშაოებს, როგორც საკუთარ ობიექტზე, ასევე დაკვეთით. ოსტატის სანდო პარტნიორია არაერთი ბრენდირებული რესტორნის, სასტუმროსა და ბიზნეს კომპანიისთვის. რა როლი უკავია ციფრულ მარკეტინგს სამშენებლო ბიზნესში და როგორია დარგის განვითარების პერსპექტივა? სწორედ ამ თემებზე ვისაუბრეთ ჩვენ სტუმრებთან, არჩილ შარიქაძე, ოსტატის პროექტების ინჟინერ ხელმძღვანელი და ეთო ოსტატის სოციალური მედია მარკეტინგის მენეჯერი. მოგესალმებით. ძალიან დიდი მადლობა თქვენი დროისთვის და სტუდიაში მოგბრძანებისთვის. მადლობა გადაცემაში მოწვევისთვის. მოგესალმებით თქვენს მაყურებელს. მოგესალმებით, მადლობა სტუმრობისთვის. ბატონო არჩილ, დავიწყოთ საუბარი თქვენგან და საუბარი დავიწყოთ ზოგადად სექტორის შეფასებით. საინტერესოა დღეს რა მდგომარეობაა სამშენებლო ბიზნესში. აი ეს თემა რომ იმოვიხილოთ ცოტა ვრცლად. პირველ რიგში კიდევ ერთხელ მოგესალმებით, მივესალმებით თქვენს ტელემაყურებელს. რა თქმა უნდა, ეს მინდა აღვნიშნო დღევანდელი დღე, როგორი მნიშვნელოვანია საქართველოს ისტორიაში 9 აპრილი. საქართველოს დამოუკიდებლობისთვის ერთ-ერთი წყალგამყოფი დღე იყო 99 წლის 9 აპრილი, რამაც მოგვანიჭა დამოუკიდებლობა და დამოუკიდებლობის გზაზე დღემდე ესე მოვიდა. ნამდვილად. რაც შეეხება კითხვას, სამშენებლო ბიზნესში მდგომარეობა დღეს ბოლო წლების განმავლობაში ძალიან წინა ვარ წასული ესე თქვა ამ ხრივ, როგორც ეკონომიკური თვალსაზრისით, ასევე დასაქმების ხრივ, ერთ-ერთ მოწინავე ადგილზეა საქართველოში სამშენებლო ბიზნესი და დგას ალბათ საქართველოს ეკონომიკის დიდი ნაწილი უჭირავს სამშენებლო ბიზნესს. დღევანდელი ეს ტენდენცია დღესაც თუ გრძელდება, იმიტომ რომ გარკვეულწილად იყო საუბარი თითქოს რომ ჩვენ გვახსოვს რომ სამშენებლო ბიზნესი განვითარდა, თითქოს ითქვა რომ 24-25 წელი შესაძლოა რთული ყოფილიყო. დღეს რამდენად არის სირთულეები და თუ არის ერთ-ერთი მოწინავე, კვლავ თუ შეგვიძლია ვთქვათ ეს ყველაფერი. Შემიძლია ვთქვა რომ მოწინავე არის, ნამდვილად არის მოწინავე, მოთხოვნა არის და გრძელდება მოთხოვნები, არ გქონია სიტუაცია რომ ვთქვათ რამე პროექტი დაგვეწყოს და ხონოდეს მოთხოვნა არ ყოფილიყოს, რომ გაყიდვები ეს. არ შემცირება. არის, რა თქმა უნდა, გარკვეული ხევები ყოველთვის რაღაც პერიოდი ჩერდება, მიმატებს, მაგრამ ეს არა, ვერ ვიტყვით, რომ შემცირებულია. კი ბატონო. საკუთარი გამოცდილებით. ეთო თქვენთან გადმოვალთ კითხვით, დამეთანხმებით რომ სწორ არჩევას ბევრი ფიქრი არ სჭირდება. მით უმეტეს იმ ფონზე, როდესაც საქმე გვაქვს კომპანია ოსტატთან და რამდენადაც ჩვენთვის ცნობილია, ემიგრანტები აქტიურობენ, სწორედ ისინი თავიანთ მომავალს თქვენთან აშენებენ. რომ გითხრათ, რამდენად შედგა თქვენი და ემიგრანტების თანამშრომლობა, როგორ მოხერხდა ეს პროცესი, რამდენად მარტივად მოიპოვეთ მათთან ნდობა და რა განსაკუთრებული შეთავაზებები გაქვთ ემიგრანტებისთვის? მოგეხსენებათ პირველ რიგში მადლობა საინტერესო კითხვისთვის და ამ თემის წინ წამოწევისთვის. მოგეხსენებათ უკვე არც თუ ისე იშვიათად მომხმარებლები სოციალურ ქსელში მიღებული ინფორმაციის საფუძველზე აკეთებენ არჩევანს. ამ პროცესში გაცილებით მაღალია იმ ადამიანების რიცხვი, რომლებიც ემიგრაციაში იმყოფებიან, რადგან დამეთანხმებით მათ ადგილობრივ ბაზარზე რეალური წოდომა არ აქვთ. დაბრუნდი შენ სახლში. ასეთია სამშენებლო კომპანია ოსტატის გზავნილი, რომელიც ემიგრანტებს ფინის შეძენის პირობებში 15%-მდე ფასდაკლებას და 7% განმარტებას თავაზობს. ძალიან მნიშვნელოვანია ეს მიდგომა. ბატონო არჩილ, საინტერესოა სამშენებლო ბიზნეს რომ ასე ვთქვათ კიდევ ერთხელ შევეხოთ, თქვენ ახსენეთ რომ იგი ვითარდება, მყარად მოიკიდა ფეხი, თუმცა ბუნებრივია მას თავისი რისკებიც თან ახლავს და საკმაოდ მაღალია სამშენებლო ბიზნესში რისკები. რა რისკები უნდა განსაზღვრონ თავად კომპანიებმა იმისათვის რომ ისინი ერთმანეთთან კონკურენტულ გარემოში ჩადგნენ და კონკურენცია იყოს სწორი? საკმაოდ ბევრი რისკი არსებობს ამ ბიზნესში ნამდვილად. კონკურენცია აუცილებელია და კონკურენცია ამ ბიზნესს აჯანს აღებს. ყველა სფეროში უწევდათ კონკურენცია გვაძლიერებს, მაგრამ ალბათ უფრო გუნდური მუშაობას დავარქმევთ იმას, როგორც ჩვენ მუშაობთ და ვაკეთებთ, რომ თავად დაგეგმა
როგორ გეგმავ შენ ბიზნესს? აი რასაც რამისა, რასაც აწოდებ იქ, თუ გყავს შესწავლილი ადამიანები, რას მიაწოდებ, რას სწორი ფორმით, რას გთხოვენ იმათ. შეიძლება რა ჭირდება თუ მიაწოდებ დღეს ყველა სამშენებლო ბიზნესი მუშაობს. ჩვენი გამოცდილებით, ჩვენ სადაც რას ვაკეთებთ, აი საკმაოდ კმაყოფილები ვართ ამ ბიზნესში. უნდა სწორი დაგეგმა, სწორი მენეჯმენტი რა. პირველი ალბათ ეს არის რა. უნდა მიაქციო ყურადღება ყოველთვის შენს რას მიაწოდებ, რა ისევ და ისევ ვბრუნდები, იგივე საკითხს ვბრუნდები. კიდევ გამოცდილება ამ თემაში ჩვენ თავზე ვისაუბრეთ, ჩვენ კომპანიაზე ვისაუბრეთ, მეგობრებმა შექმნით ეს კომპანია და წლები ვიმუშავეთ სასწავლებლის დამთავრების შემდეგ სხვადასხვა სამშენებლო კომპანიებში და მე ვთქვით, რომ ჩვენ რატო არა გვაქვს, ჩვენსაც რატო არ ვაკეთებთ. და შევიკრიბეთ ისევ ეს მეგობრები, არ დაგვიკარგავს არც მანამდე სხვადასხვა კომპანიებში მუშაობთ სამშენებლო და გამოცდილება მის მოგცა, რომ დღეს საქართველოში შეგიძლიათ თავისუფლად შექმნა, აწარმოო შენი ბიზნესი. თავარია სწორი მენეჯმენტი, გამოცდილება დიდი გქონდა ნამდვილად სულ ყველას სხვადასხვა კომპანიებიდან მივიღეთ და დავგეგმეთ ერთი შეცდომა შემიძლია ისა ვთქვა, რომ ჩვენ თავიდან არ დავიწყეთ სოციალურ რეკლამა სოციალურ ქსელებში აქტიურობა, არ ვიაქტიურებთ, იმიტომ რომ ჩვენ სამეგობროს ვფიქრობდით, რომ იმდენი ნაცნობობა გვაქვს და სამეგობროს მხრიდან მოდიოდა ეს შეკვეთები, კერძო შეკვეთები ის და ცოტა რომ გავძლიერდით, მივხვდით, რომ შეცდომა დაუშვით იქ, რომ თავდაპირველად არჩევთ სოციალური მედია ჩვენს კი ბატონო, 21 საუკუნე არის და ციფრული მარკეტინგი აქტუალური თემა არის, ბატონო Archie. Როგორ ფიქრობთ, ციფრული მარკეტინგის ჩართულობა ბიზნესის დაწყების პირველივე ნაბიჯებიდან რამდენად ეფექტური და საჭიროა? სადა ალბათ ამ კითხვას გავასწარი პასუხით. ნამდვილად აუცილებელია დაწყების დღიდანვე, რომ სოციალური მარკეტინგი იყოს ჩართული აქტიურ ყოველი ნაბიჯი, ყოველი დღე უნდა იყოს თუნდაც სოციალურ ქსელებშთან დღეს ესე ვთქვათ, მარტივად რა, ნახულობ სწრაფად ნახო, შეიძლება ვიდეოს არ უყურო, მაგრამ კარდებს ნახო, ინფორმაციას ნახულობ და თვალში რო ხდება ყოველდღიურად მეტად ცნობადი ხდები. და ცნობადობა, დღესდღეობით ნებისმიერ ინფორმაცია რო გაინტერესებს, უნდა მოძებნო სოციალურ ქსელში დაგუგურავთ მოძებნოთ. კი ბატონო. თქვენი მიმართულება რეალურად კომპანიებმა მნიშვნელოვანია გაითვალისწინონ, რომ ციფრული არხების როლი არის ძალიან მარტივი რეალურად. თანამედროვე ტექნოლოგიების დაყრდნობით მომხმარებლებს თავაზობს დრო და ხარისხიან კომუნიკაციას, რაც თანამედროვე სამშენებლო სექტორს და არა მხოლოდ სამშენებლო სექტორს დღე უფრო მეტად სჭირდება, ხო ესეა? თქვენ ძირითადად თქვენ მიმართულება არის სწორედ სოციალური მედია და მარკეტინგი. საინტერესოა, თქვენ მოხვედით კომპანიაში, რომელიც იყო გამართული, თუმცა როგორც ბატონმა Archie-მ ახსნა, მნიშვნელოვანი იყო სოციალური მედიის განვითარება. რა ნაბიჯები გადაიდგა იმისათვის და რა ნაბიჯებს დგავთ იმისათვის, რომ კომპანია ამ მიმართულებით ეფექტურად განვითარდეს? მოგახსენებთ, მყარი პოზიციის მიუხედავად, სოციალური მედიის მართვა მოითხოვს მუდმივ განვითარებას. მნიშვნელოვანია კონტენტის სტრატეგიული მართვა, ბრენდის ერთიანობის დაცვა, მონაცემთა ანალიზი და კომუნიკაციებზე დაყრდნობით განმოვითაროთ სტრატეგია, რომელიც ხაზს გაუსვებს ჩვენი კომპანიის უპირატესობებს, ხო ესე არა? ამიტომ ოსტატის შემოქმედებით გუნდთან ერთად ვაფასებთ არსებულ რეალობას, ვადგენთ კომუნიკაციის ტონს და ვავითარებთ სტრატეგიას, რომელიც წინ წამოიჭრებს ჩვენს კომპანიას. საბოლოოდ უნდა ვთქვა ისიც, რომ ჩვენი კომპანიისთვის სოციალური მედია პლატფორმები არ არის მხოლოდ სტანდარტული კონტენტის გავრცელების ინსტრუმენტი. ეს არის შესაძლებლობა მომხმარებლებს გავუზიაროთ ჩვენი პროექტების პროგრესი, მივაწოდოთ საჭირო ინფორმაცია მიმდინარე და დასრულებული მშენებლობების შესახებ, რეალურ დროში გავცეთ ხშირად დასმულ კითხვებს პასუხი და რაც მთავარია, დავამყაროთ დობაზე დაფუძნებული ურთიერთობა. კი ბატონო, ჩვენ საუბრობთ კომუნიკაციის დამყარების საუკეთესო საშუალებაზე და ეთო მინდა გკითხოთ უფრო სიღრმისეულად, რომ თქვა კომპანიის იმიჯისთვის რა მნიშვნელობა აქვს სწორედ სოციალურ ქსელებს. შემიძლია ეთო თავში ვთქვა, რომ ჩვენ ავაღვნიშნეთ, რომ სოციალურ ქსელებში არ ვიყავით აქტიურები და ძალიან დაბალი დოზით ვაწოდებდით ინფორმაციას. ბოლო რამოდენიმე თვეა, რაც დავიწყეთ გავაქტიურდით ეთოს დახმარებით და საკმაოდ დაისახა კომპანიის პრესტიჟიც და დანარჩენი ჩვენ უკვე ვგზნობთ ამას, რომ რამდენად იმოქმედა სოციალურ ქსელებში აქტიურობამ და რეკლამამ. შემიძლია დანარჩენი სოფო ისევ
ცხადია მოწესრიგებული და გამართული სოციალური ქსელები მოქმედებს ბრენდის იმიჯზე, რასაკვირველია, ხშირად განახლებადი კონტენტი, რეგულარულად მიწოდებული ინფორმაცია მაყურებელს ეს რა თქმა უნდა აისახება ბრენდის იმიჯს, დადებით იმიჯზე. ხოლო არარეგულირებადი, ძველი ან არასწორი ინფორმაცია ცხადია უტყავს ბრენდის რეპუტაციას და სანდოობა თქვენც რომ აიღოთ ახლა და სადღაც 1 წლის წინანდელი პოსტი დაგხვდეთ რომელიმე კომპანიის გვერდზე, სანდოობის დონე გაცილებით დაიწევს, არა? გეთანხმებით აბსოლუტურად და რადგან საუბრობთ სოციალურ მედიაზე, მე მინდა გითხოთ სატელევიზიო რეკლამის როლზეც. რამდენად მნიშვნელოვანია იგი სამშენებლო ბიზნესში? კი ბატონო. ეგრეთ წოდებული ტრადიციულ რეკლამას, რასაც ვეძახით, კვლავ მნიშვნელოვანი ინსტრუმენტად რჩება ბიზნესის სექტორში, რადგან ეს უკანასკნელი უზრუნველყოფს ბრენდის ერთიანობის დაცვას, გაცილებით ფართო აუდიტორიის დაფარვას და პლუს ამას მაყურებელზე ემოციურ გავლენას. თუმცა მნიშვნელოვანია მოხდეს ციფრული მარკეტინგისა და ტრადიციული რეკლამის სინერგია, რომ მოგეხსენებათ 21 საუკუნეში ვცხოვრობ თანამედროვე ტექნოლოგიების ეპოქაში და აღნიშნული კომბინაციის საფუძველზე უკვე კომპანიას შეუძლია რომ აქტიური პოზიციონირება მოახდინოს საკმაოდ მაღალ კონკურენტულ ბაზარზე. შემიძლია დავამატო, რომ ჩემთვის მაგალითად ტელევიზია, ტელერეკლამა აუცილებელია და უფრო სანდოა ალბათ ადამიანებისთვის ტელევიზიის სატელევიზიო რეკლამა. სოციალურ ქსელში ბევრ სხვა ინფორმაციასაც ნახულობ ადამიანს და აი სანდოობისთვის აუცილებელია რა დოზირებით სატელევიზიო რეკლამა. ბატონო არჩილ, თქვენ შეცდომებზე გაამახვილეთ ყურადღება. მე მინდა გკითხოთ, რა შეცდომებს უშვებენ სამშენებლო ბიზნესში საწყის ეტაპზე და რა გამოწვევების წინაშე დგანან სწორედ ამ საწყის ეტაპზე? საწყის ეტაპზე ისე დაუბრუნდები იქ, რომ გამოცდილების ნაკლებობა ალბათ. იმასაც ვეთქვი, რომ დღეს ჩვენთან აი გამოცდილი კადრის მოძებნება ძალიან ძნელია. ბოლო წლების განმავლობაში ჩვენს აქტიურად ჩვენს მეზობელ ქვეყნებიდან შემოდიან მუშახელი და იმათ ვამუშავებთ ან ადგილობრივ ბაზარზე, გამოცდილი კადრი ჭკვიჭირს რა. შემოყავს რაღაცას ისწავლიან, არის ცემენ მოყავს ადამიანები ისწავლიან ჩვენთან რაღაც ცოდნას დააგროვებენ და მიდიან თავისას აკეთებენ რა. არის ეს გაზარდია თქვა დღეს ისე სამშენებლო ბიზნესი და გამოცდილება ისე და ისე გამოცდილება რა და კი ბატონო, თქვენ გამოცდილი კომპანია ხართ და გისურვებთ სამომავლოდაც წარმატებებს და ბუნებრივია სიახლეებით ჩვენთან სტუდიაშიც გელოდებით. მაყურებელს შევახსენებ არჩილ შარიკაძე, სამშენებლო კომპანია ოსტატის პროექტების ინჟინერ-ხელმძღვანელი და ეთო ნებიერიძე, სამშენებლო კომპანია ოსტატის სოციალური მედია მარკეტინგის მენეჯერი იყვნენ ჩვენი სტუმრები.